Around 100 women were kept as slaves on a human egg farm in the country of Georgia, where they were fed hormones and treated like cattle. Their horrifying ordeal has been revealed by 3 Thai women who were freed from the clutches of the egg mafia on January 30th after being exploited for half a year. They were held captive on a human farm by a criminal organization led by Chinese criminals who sold their eggs on the black market. They were lured in by a job offer off Facebook, promising them $17,000 to work as surrogates for Georgian couples who could not have children. Once they arrived, they realized it was just a front. They were pumped with hormones. ვერცხუჯრედების ფერმა. მსგავსი სახელწოდებით გავრცელდა ვირუსულად გავრცელდა მსოფლიოში სიახლეები საქართველოზე და იმ ქალების აბიუსზე და ტრეფიკინგზე, რომელიც ჯერჯერობით კვლავ გამოუძიებელი რჩება. Reuters-ი, Daily Mail-ი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი დიდი გამოცემა წერდა და ვიდეოებსაც აქვეყნებდა ამაზე, რომ საქართველოში მოხდა ესეთი რაღაც, რომ ქალები ყავდათ 100-მდე ქალი თუ 100-ზე მეტი ქალი ყავდათ ტყვეობაში და მათგან იღებდნენ კვერცხუჯრედებს და ან სუროგაციაში ყავდათ და ნუ მოკლედ მსგავსი ნიუსი გავრცელდა და აიტაცეს ძალიან დიდმა იუთუბერებმაც, რაღაცა 4.5 მილიონი გამომწერით, რომლის ვიდეოსაც ზუსტად ამ თემაზე 1.5 მილიონი ნახვა აქვს და სხვა ძალიან ბევრი შემხვდა კიდე TikTok-ზე. ქართულმა გამოცემებმაც დაწერეს, ოღონდ ერთხელ და მას მერე ყველას დაგვავიწყდა, იმიტომ რომ არ გვცალია, იმდენი პრობლემა გვაქვს რა ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ ქვეყნის გარეთ ეს გავრცელდა ვირუსულად. აქ არ იყო საუბარი ქართველებზე, არც როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლებზე, არც როგორც თვითონ დამდანაშაულის ჩამდენებზე, იყო საუბარი, რომ ჩინელებს ჰქონდათ ესეთი რინგ გაკეთებული, რაღაცა მაფიოზური წრე, რომელიც ექსპლუატაციას ეწეოდა ტაილანდელი ქალების თუ ნუ ხო, მოკლედ, რაღაცა ეროვნების ქალების, რომელთაც არ იყვნენ ქართველები. თუ შემთხვევით ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ ეს იყო გაკეთებული ჰიტ-ფისი საქართველოს წინააღმდეგ. ანუ რაღაცა საერთაშორისო ინტერესით ჩვენ წინააღმდეგ აგორებული კამპანია, რაც ჩვენს როგორც ქვეყნის სახელს ლახავს ძალიან. რეპუტაციას აფუჭებს. ამიტომ გინდა სიმართლე იყოს, გინდა არა, უნდა იყოს საჯარო გამოძიება ამ თემისა და მე უკვე საერთაშორისო ნიუს ბაზარზე გასატანია ეგ ინფორმაცია, იმიტომ რომ რავი, საკმაოდ შეგვილახა სახელი მე თუ მკითხავ როგორც ქვეყანას მსგავსმა სიგიჟემ. რა კვერცხუჯრედების ფერმა. თუმცა ძალიან სამწუხაროდ შეიძლება არა როგორც ტრეფიკინგი და ანუ არავის აძალებს ასე ვთქვათ, მაგრამ კვერცხუჯრედების ფერმა ცალსახად და ნამდვილად ხდება საქართველოში. იმ დროს დავწერე ამაზე სტატუსი და სხვათა შორის ფემინისტებსაც გადავწვდი, რომ მეთქი სად არიან თქო ფემინისტები, როცა ესეთ რაღაც მიდის ქვეყანაში, რატო არ აშუქებენ მეთქი და მინდა უკან წავიღოთ ჩემი სიტყვები, თურმე ლაპარაკობენ ამაზე და უბრალოდ ბაიას დაბლოკილი ვყავარ და TikTok-ზე შემხვდა მისი ეს ვიდეო და აღმოჩნდა, რომ არსებობს თემა, რომელზეც მე და ბაია თანხმდებით, ამიტომ განახებთ ხა. ვინ არიან ბავშვები და რა მოსდით შემდეგ ამ ბავშვებს? ბავშვები არიან ჩინელების, ორივე მშობელი უმეტეს შემთხვევაში არის ჩინელი, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ყოფილან საქართველოში და მათი წარმომადგენლები სამართლებრივად არიან უშუალოდ ამ ორგანიზაციის კინდერლის თანამშრომლები, თუმცა ასევე ბავშვების გაჩენის შემდეგ ეს ხალხი არ მოდის საქართველოში ბავშვების წასაყვანად. აი ეს არის საერთოდ კატასტროფა, ანუ რეალურად მშობლები არსად არ ფიგურირებენ, გარდა იმისა, რომ ფურცელზე არის და გენეტიკური მასალა არის მათი, მაგრამ მშობელი არავის ნანახი არ ყავს და ისინი საქართველოში არ არიან. გაყავთ ბავშვები, თუ იცი ჩინეთში? ნაწილი როგორც ვიცი არის, ოღონდ რა პროცენტულობით არ ვიცი, თუმცა ვინც მოგმართა არც ერთის ბავშვი გარეთ არ არის გაყვანილი, ანუ ჩინეთში არ არის გაყვანილი. საქართველოში არიან. საქართველოში არიან, ეს ორგანიზაცია ქირაობს მათთვის ფარდს, სადაც სამშობიაროდან გამოყავთ და ყავთ ძიძასთან. რამხელა რისკი, რომ შეიძლება ამ ბავშვებს საერთოდ არ ყავდეთ რეალური მშობლები და მაგალითად ამ ბავშვებს იყენებდნენ როგორც ორგანოებით ვაჭრობისთვის დონორებს. ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვეები გავიდა რაც იმ მშობიარეს ქალებმა, თუმცა ბავშვები დღემდე არ არიან გაყვანილი. ვინც გაიყვანეს? იმად საერთოდ რა ბედი ეწია? სამაზე მონიტორინგ სამწუხაროდ არავინ არ აკეთებს და არ ვიცით ბავშვები უშუალოდ სად მიდიან? და სად ხრებიან საერთოდ? შეიძლება ისინი ხრებიან და არსად არ მიდიან. სახელმწიფოს ეს არ აინტერესებს ამ ბავშვების ბედი და საერთოდ ამ კომპანიის სამართლებრივი მდგომარეობა დღეს როგორია საქართველოში, ისინი სამართლებრივად კანონის ფარგლებში მოქმედებენ
გადადებენ თუ კანონოდ, ეს არ გამოუκლებია სახელმწიფოს. აი ვინც ჩვენ ვიყურებთ, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ახლა რამხელა რისკია. არა მარტო იმ ქალების, ვინც სუროგატი დედები არიან და უკვე ვიცით, რომ ძალიან ცუდად ექცევიან მათ და უბრალოდ ექსპლუატაცია ხდება მათი სხეულების, არამედ სუროგაციით გაჩენილი ბავშვების, რომელსაც არ უჩანან, ასე ვთქვათ, მშობლები, სადაც არ ფიგურირებენ პრაქტიკულად მშობლები და არ ვიცით, აქ ამ ძიძების და კომპანიის ხელში რჩებიან, ვერც გადიან, ან თუ გადიან, სად მიდიან და სად ხვდებიან. ეს არავინ არ იცის და ამ ყველაფერზე გამოძიება არ იწყება. ეს რეალური საფრთხე არის, ანუ აქ რაც ახსენეს და ეს არ არის ერთი კომპანიისგან საფრთხე მხოლოდ, აქ მხოლოდ ერთ კომპანიას ახსენებენ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არც ერთ კომპანიაზე საერთოდ არ მიმდინარეობს არც გამოძიება, არც ყველა არ არსებობს კანონი, რომელიც დაიცავდა ან ქალს, ან ბავშვს. ანუ არც სუროგატ დედას და არც ბავშვს დამცველი არ ყავს ამ ქვეყანაში. აქ რაც თქვეს, რომ ჩინეთიდან მშობლები არ ჩამოდიანო რა, ანუ უკვეთავენ, წარმოიდგინე, იმით რა ქვია, ინტერნეტით და ტელეფონით უკვეთავენ აქ, ვიღაცა წარმომადგენლები ჩამოდიან, ჩამოაქვთ ემბრიონები თუ ზიგოტა და აქ უკვე მიმდინარეობს თვითონ პროცესი და მერე იმ ბავშვებს რა ბედი ეწევათ, არავინ არ იცის, ან სუროგატ დედებს. ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ რომელი მშობელი, რომელსაც შვილი ძალიან უნდა, არ ჩამოვა მისი გაჩენის დღეს, რომ დაესწროს და თვითონ წაიყვანოს ბავშვი. მათი არ ჩამოსვლა უკვე მიუთითებს იმას, რომ არ აინტერესებთ ხო ეს ბავშვი, ანუ ბავშვი არ არის ეს ბავშვი, ეს ნივთია უკვე, რომელიც იყიდეს, გამოიწერეს. ასევე კითხვის ნიშანი თუ რა ემართებათ ამ ბავშვებს, სუროგაციით გაჩენილ ბავშვებს და საქართველოსთან რო გადიან, მერე რა მოსდით. Რავინ რო არ იცის, კიდე ერთი რაღაც მინდა განახოთ აქ. We had cases when some parents wanted 1000 baby or 300 babies. Why? I don't know. გეცოდინებათ ეს ქალბატონი არის მარიამ კუკუნაშვილი თუ ხო, მე მგონი ესე არის, რომელიც არის საქართველოს სუროგაციის ერთ-ერთი მთავარი პიარი და ანუ ძალიან პოპულარიზაციას უწევს და სუიძახს კაი პონტია და ეხმარება ყველას. და ჩვენმა სახელმწიფომ ბავშვების ბედი შეატოვა მსგავსი ადამიანების კეთილი ნების ამარა. და ამ შემთხვევაში მარიამ იძახის, რომ მან კეთილი ნება გამოიჩინა და ვიღაცა რენდომ წყვილი, რომელიც ჩამოვიდა და ეუბნებოდა, რომ 1000 ბავშვი უნდოდა 1000 ბავშვი, ანუ ხო უეჭველი არის, რომ 1000 ბავშვი შვილად არ უნდა ვიღაცას და რაღაც საშინელება აქვს ჩაფიქრებული, ხო? ანუ კაი ხო არაფერი ექნება მაგას ჩაფიქრებული. და ჩვენ ვიცით სიტყვაზე მარიამი იძახის, რომ მან კეთილნება გამოიჩინა და ეს არ გააკეთა. რა ვიცით, რომ სხვა სუროგაციის ცენტრმა არ გააკეთა? და სუროგაციის თემით ვინც ფულს შოულობს, ისედაც მორალური ცოტა დარღვეული აქვს ისედაც რა და ანუ მარიამი მაგალითად გაჩერდა იმაზე, რომ მიხვდა, რომ ხო ამათ უეჭველი ორგანოებისთვის ან რაღაცა ავადმყოფობისთვის უნდათ და ჩვენ რა ვიცით, რომ ვიღაცა სხვა არ გაჩერდა. სამწუხაროდ არ ვიცით. და ჩვენი კანონი არავის არ აჩერებს. დღემდე და მოდი ახლა ზოგადად სუროგაციაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე როგორც ქალს ეს თემა ძალიან მაწუხებს. სუროგაცია ახალი ესე დიდად არ არის, იმიტომ რომ ძველი აღთქმის დროიდან გაგვიგია ამაზე, როდესაც აბრაამს და სარას შვილი არ უჩნდებოდათ და სარას მოახლეს გააჩენეს შვილი. ამან რა გამოიწვია, მე უკვე ვიცით და რა ტრაგიკულად და ქაოსში დაუმთავრდათ ეს ამბავი. თითქოს ღმერთი გვაფრთხილებდა იმ დროიდან გვაფრთხილებს, რომ ეს არ არის კარგი თემა და რაც არ უნდა ძალიან გინდოდეს შვილი და ძალიან გასაგებია, რომ წყვილს რომელიც ერთად ცხოვრობს, ერთმანეთი უყვართ და ასე შემდეგ, რომ შვილი უნდოდეთ. ძალიან გასაგებია და კარგია, უნდოდეთ, მაგრამ ეთიკის რაზღორებს შეიძლება გადახვიდე მაგ შენი სურვილისთვის, ეს უკვე სხვა თემაა. ზოგადად სადღაცა 70-იანი წლებიდან იწყებს სუროგაცია პოპულარიზაციას, იმიტომ რომ მანამდე ეს ტრადიციული სუროგაცია ნიშნავდა იმას, რომ მართლა ფიზიკური კავშირი უნდა ქონოდათ, შენ სიტყვაზე წყვილს არ ყავს და შენ ქმარს უნდა ქონოდა ფიზიკური კავშირი ვიღაცა სხვა ქალთან, სუროგატთან, რომ ერე გაეჩინათ შვილი. ეგ იყო ტრადიციული სუროგაცია და არც ისე პოპულარული იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა
ეჭვიანობა, რა თქმა უნდა, სირცხვილი ზოგადად რა, წყვილების მხრიდან და პოპულარული ხდება უკვე 70-იანი წლებიდან, როცა პირველი ინვიტრო განაყოფიერება მოხდა, ანუ ხელოვნური განაყოფიერება მოხდა და წყვილებს მოიხსნათ ეს ეჭვიანობისა და სირცხვილის მომენტი და დაიწყეს უკვე ნელ-ნელა ამ თემის შემოტანა. და შემდეგ უკვე 1985 წლიდან იწყება ეგრეთ წოდებული გასტაციური სუროგაცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კვერცხუჯრედი უკვე სუროგატის არ არის, არ გამოიყენება, არამედ ან წყვილის, ორივე ქალის და კაცის გენეტიკური მასალაა გამოყენებული და სუროგატი არის მხოლოდ მატარებელი, ანუ მეორსულე ფაქტიურად ჭურჭელია რა, ესე გამოდის ამათი განაყოფიერებული კვერცხუჯრედისა. ან თუ ქალს არ აქვს ნაყოფიერება საერთოდ, მაშინ სხვა დონორის კვერცხუჯრედი და ამ მამაკაცის სპერმა, ან საერთოდ რა ვიცი, ორივე დონორისა და მერე უკვე ვიღაცა ქალი ჭურჭლად გამოიყენება, როგორც ხო, ღუმელი, ასე ვთქვათ. და 1986 წელს ხდება უკვე ერთ-ერთი პირველი პრობლემატური кейსი, როდესაც ამერიკაში გასტაციური სუროგაციით აჩენს მერი ბეტი, ასეთი სუროგატი იყო, მერი ბეტი შვილს, რომელიც გენეტიკურად მასთან არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ რო გააჩინა, არ უნდა გადაცემა მშობლებისთვის და მე ვარო დედა ვიძახდა და ნუ მოკლედ წავიდა ჩივილები და ლეგალური დავები, რის შედეგადაც მე უკვე ამერიკაში გამკაცდა კანონები და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ქალმა მოგვიანებით სინანულის შედეგად, ძალიან დიდი სინანულის შედეგად დაწერა წიგნი დედის ისტორია. ანუ პირველივე გასტაციური სუროგატის მაგალითი გვაქვს თუ რა მძიმე და საშინელი არის ეს მიდგომა და ეს პრაქტიკა, მაგრამ რატომღაც მაინც დღემდე რჩება ძალიან პოპულარულად. მოკლედ არსებობს ორნაირი სუროგაცია, ტრადიციული, სადაც სუროგატის კვერცხუჯრედი გამოიყენება და ვინმეს სპერმა და არსებობს გასტაციური, რომელშიც ქალი არის უბრალოდ carrier, ანუ ღუმელია ფაქტიურად რა, აცხობს სხვის ბავშვს, ასე ვთქვათ. და ეს გასტაციური სუროგაცია ბევრად უფრო პოპულარულია ვიდრე ტრადიციული დღეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგალური დავები თავიდან აიცილონ და ჩამოართვან ყველანაირი უფლება, წინასწარვე ჩამოართვან ყველანაირი დედობის უფლება სუროგატს, იმიტომ რომ იციან, რომ გაჩენის შემდეგ ძალიან უჭირთ სუროგატებსაც ბავშვთან გაუმშვიდობება. How did it feel when you had somebody else's child in you and you had to give it away at the end of those 9 months? გრძნობა ის რაც დედა განიცდის შვილების მიმართ, იგივეს გრძნობს შეკითხვა. ანუ ხვარი მომზადებული ორგანიზმმა ხო იცის, რომ მან ხვარი იცის, რომ სხვისი შვილია ეს არა და ანუ ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა იყო და განცდები არ ვიცი, ალბათ იგივე. თუმცა ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ ეს ისე არ არის, მაგრამ ეხლა წინასწარ არ ვიცი. მე მეგონა პირველზეც რომ ესე ვიყავი, რომ ადვილად დავთმობდი არა, აი გადავიტანდი ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან გამიჭირდა და ფსიქოლოგიურად ძლიერი არ აქვს ალბათონო უნდა იყო ფსიქოპატი. ყოვლად უგრძნობი და რა ვიცი, მაგ ყოვლად უგრძნობსაც კი თუ შეუძლია მსგავსი რამ არ ვიცი. იმიტომ რომ ეხლა ამ ქალბატონმა რაც თავისი სიტყვებით გადმოსცა რეალურად მთელი კვლევები და მეცნიერები ყავს უკან რომ ეს დაამტკიცონ რომ ნამდვილად ეგრეა. რომ რაც არ უნდა სხვისი განაყოფიერებული კვერცხუჯრედით დააფეხძიმონ ქალი ფეხძიმობის დროს, ორსულობის დროს გამოყოფილი ოქსიტოსინი, რომელსაც bonding, ანუ შეკავშირების ბმის ჰორმონს ეძახიან, გამოიყოფა ორსულობის დროს და მშობიარობის დროს, რომელიც დედასა და შვილს აკავშირებს. მხოლოდ ოქსიტოსინი არა სხვათა შორის, ბავშვის მუცლად მყოფი ბავშვი გრძნობს დედის სტრესის ლეველებს, დედის heart rate როგორ არის? დედის გულისცემის აწევასთან ერთად ბავშვის გულისცემა იწევა და ამაზეც არის კვლევები ჩატარებული, აგერ სურათს განახებთ, სადაც გვაჩვენებს მონიტორი, რომ ანუ ორივეს ბავშვს და დედასაც შეერთებული იყვნენ აპარატებზე და
მინიმალური სტრესებით ადგენდნენ, ანუ ამ დედაზე მინიმალური სტრესებით ადგენდნენ, ბავშვს რა დაემართებოდა ამ დროს და გამოჩნდა, რომ დედის გულისცემის აწევასთან ერთად, ანუ სტრესის ლეველის მომატებასთან ერთად, ბავშვის სტრესის ლეველიც აიწია. მერე ამასთან ერთად სხვა ეპიგენეტიკური ისინიც არის, კვლევებიც არის, რომელიც ხატყობს, რომ ბავშვის გენეტიკა იცვლება საერთოდაც დედის სტრესის მიხედვით. რაცა ხელი ეშლება ნეიროგანვითარებას და დედის სტრესის ლეველების მიხედვით ბავშვს შეიძლება დაუდგინდეს ADHD, ჰიპერაქტიული დისორდერი და რაც არ უნდა სამედიცინო ენით ისაუბრო, რაც არ უნდა ეცადო, რომ გრძნობებისგან განაცალკევო ეს პროცესი, ვერ განაცალკევებ, იმიტომ რომ არსებობს ბიოლოგიური რეალობები და ფსიქოლოგიური რეალობები, რომელსაც ვერ გაექცევი. რაც არ უნდა ძალიან გინდოდეს და რაც არ უნდა ფინანსური ინსენტივი იყოს ამაზე. რა ვიცი, რა ისიც მართალი არიან, რომ არ ხედავ ამას ამ ბავშვს ბედნიერებაა, რომ შენაჩენ და უეცრად 9 თვე და სხვას აძლევ, რა ვიცი. ძნელია საკუთარი შვილს კიდე აჩენ ხელში ყვან, რა ვიცი. ბედნიერების ცრემლები წამოგდის, მაგრამ იმას აჩენ და ეგრევე მიყავთ. არც ხედავ სახეს. But if you had a choice, would you want to hold it? Yes. ერთხელ მაინც. რო გქონდესო შანსიო ამ შენ გაჩენილ ბავშვს, რომელიც წესით შენი არ არის და შენ უბრალოდ გამოაცხე. ხელში დაიჭერდიო? და ეს გოგურასაც პასუხობს, კი გესმით ალბათ, რომ ერთხელ მაინცო. გავმეორდები, რომ რაც არ უნდა სამედიცინო ტერმინები დაარქვა, რაც არ უნდა ალტრუისტულ ბურუსში გაახვიო და ქალებს დააჯერო, რომ აი უშვილო წყვილებისთვის აკეთებ შენ ამას და ანუ მარტო ფული კი არ არის მოტივატორი, ასევე შენ უშვილო წყვილებს ეხმარები, შენ კარგი ადამიანი იქნები ამით. რაც არ უნდა ესეთი რაღაცები აკეთო, იმ ბიოლოგიურ რეალობას ვერ შეცვლი, რაც ორსულობა არის. რაც არ უნდა სხვისი განაყოფიერებული კვერცხუჯრედით დაადგინო ორსულობა სხვა ქალში, მაგის მიუხედავად ორსულსა და ბავშვს შორის ისეთი კავშირები ხდება, რაც ბოლომდე ნაკვლევი არ არის. თუმცა არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს, რომ ახლად დაბადებული ბავშვი მხოლოდ დედის მუცლად ვისაც ყავდა, იმ დედის და არა გენეტიკური დედის, სუნსა და ხმას არჩევს. მხოლოდ, ანუ მასზე აქვს კონკრეტული რეაქცია. და ამერიკაში, როცა ისინი ძალიან ესეთ მაქსიმალურად ჰუმანურ სუროგაციას ცდილობენ, მაშინ დედებს, ანუ ორსულ ქალებს, სუროგატებს აძლევენ ხოლმე ან ფუმფულა სათამაშოებს ან პლედებს, რომ ამათთან ერთად დაიძინონ ორსულობისას, რომ მისი სუნი კონდეს, იმიტომ რომ ეს ბავშვი, როგორც კი გაჩნდება, რომ მიყავს თავის ვითომ ნამდვილ მშობლებთან, რომლებსაც საერთოდ არ იცნობს რა ახლადდაბადებულმა ბავშვმა გავეორდები, ცნობს როგორც შეიძლება იცნოს, არის სუნი და ხმა და არც ერთი არ ხვდება იქ ახალ გარემოში და ამიტომ ატანენ ხოლმე ამ ფუმფულა სათამაშოს თუ პლედს. ზოგადად ეს ხდება ხოლმე ბავშვი, როგორც კი გაჩნდება, დედას გუნკერდზე აწვენენ, რომ მან სხვა არავინ არ იცის. ანუ ახლად გაჩენილმა ბავშვმა არ იცის დედამიწაზე არავინ გარდა დედამისისა, რომელიც მუცელშიც იჯდა. ამიტომ პირდაპირ გუნკერდზე აწვენენ, რომ არ შეეშინდეს, ცოდოა. მაგრამ ვის აინტერესებს ბავშვს ცოდვა თუ არა, როცა საქმე ფინანსებს ეხება. როცა საქმე აურაცხელ ფინანსებს ეხება, არავის არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, და პირდაპირ გააგდებენ ამ ბავშვს და საავადმყოფოს ცივ კედლებში დააგდებენ მტირალს, ცალკე მტირალს. არა, ჩემთვის რა ბავშვი კარგად არის. That was such an intense experience. What? ცუდად ხვდები. რომელსაც ავტომატურად
ყოველ მიზეზს გარეშე უჩენენ ობლობის უნდს, ანუ მარტოობის და ობლობის ჭრილობას უჩენენ იქ, სადაც გასაჩენი არ არის. ანუ რას გულისხმობ ამას, რომ ობლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან დედამიწაზე, იმიტომ რომ ზოგს იღუპება მშობელი, ზოგს რა სჭირს, ზოგს რა ხო, ანუ ზოგს მიატოვებენ, ანუ უამრავი რამ ხდება. და ამიტომ ეს ყოველთვის იქნება, მაგრამ შენ ამაში ფული გადაიხადო და შენი ხუშტურისთვის, რომ რას ქვია შენ დედა არ იყო და რას ქვია შენ მამა არ იყო და შენი ხუშტურისთვის, რომ დედა ან მამა გახდე, ობლს ბადებ ფაქტიურად რა, ანუ მაგას ქმნი. Again, დედას მარტო იცნობს იმას, ვინც მუცელშიც გაიზარდა. ეგ არის დედა მორჩა, რაც არ უნდა სხვისი ის რა ქვია, შენი ზიგოტა შეუსვა, ის არის დედა მაინც. ამის ნათელი მაგალითი სხვათა შორის არის რამდენიმე სუროგაციით გაჩენილი უკვე ზრდასრული ქალი, რომელიც სუროგაციის წინააღმდეგ იბრძვიან, იმიტომ რომ ზუსტად მაგას ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება მიტოვების ჭრილობით იტანჯებიან და ანუ ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული ცხოვრება და ძალიან ცუდ დღეში არიან, იმიტომ რომ მშობლებმა გენეტიკურმა მშობლებმა ან არც კი შეიძლება დონორის კვერცხუჯრედით იყოს გაჩენილი გადაწყვიტეს, რომ შვილი ესე ძალიან უნდოდათ. და აღიარებენ საჯაროდ ეს ყველას თვალწინ, რომ თავი პროდუქტებად მიაჩნიათ. ხო, პროდუქტს რაც შეეხება, არსებობს ესეთი Facebook-ი, არაერთი, მაგრამ მე ერთ-ერთში შევედი ჯგუფი, რომელშიც იწერება ყველაფერი სუროგაციაზე და კვერცხუჯრედებზე და ну აი ესეთი პოსტები შემხვდა რა, მყავს სუროგატი 28 წლის და ვინ დამისაქმებს ამ ციკლზევე. და კომენტარებში წერია, ვინც ბონუს $1200 გადამიხდის, იმას მივცემ სუროგატს. მივცემ, ანუ სუროგატიც პროდუქტია, დონორი, ანუ კვერცხუჯრედების გამცემის პროდუქტია, თავად კვერცხუჯრედების პროდუქტია და შემდეგ უკვე ბავშვიც პროდუქტია. შემდეგი სასწრაფოდ გვესაჭიროება მწვანე ან ცისფერთვალება დონორი ლოდინის გარეშე. ანუ აქ უკვე მივადექით ანუ იმ საშინელ პრაქტიკას, რომელიც ადამიანმა ვერ მოიშალა მას მერე, რაც გენეტიკასთან რაიმე შეხება გაუჩნდა და რაღაცა ტექნოლოგია გაუჩნდა, რომ წინასწარი გათვლებით მოინდომოს როგორი შვილი ეყოლება და როგორი ბავშვი. და აგერ კომენტარებში დაუწერეს ეგრევე, მყავს მწვანე თვალება ხვალ, აქვს მეორე დღე მომწერე. ანუ ეგრევე გამოუჩნდა ის რა, კლიენტი მწვანე თვალება დონორისა. დონორი ნიშნავს იმას, კვერცხუჯრედებს რო აცლიან. სხვათა შორის, გარეგნობის და განათლების მიხედვითაც უხდიან კვერცხუჯრედებში ქალებს. ესეც ძალიან საინტერესო, სიგიჟის დონემდე აყვანილი თემა არის, რომელსაც ასევე ალტრუიზმის ბურუში უხოვენ ხოლმე ქალებს. გოგოებს, ახალგაზრდებს ძირითადად 30 წლამდე, 18-დან 30 წლამდე ეუბნებიან, რომ არ გინდა უშვილო წყვილებს დაეხმარო და კარგი კეთილი ადამიანი იყო ამავდროულად. შენ რამე კი არ გაკლდება, შენ უბრალოდ კვერცხუჯრედები უნდა მოკიდო. შენ ისედაც კარგავ კვერცხუჯრედებს ყოველთვე, რომც არ დაფეხმძიმე და რა მოგივა რომ რამდენიმე კვერცხუჯრედი გასცე, თან ფულს აიღებ. მაგრამ თან კეთილი იქნები რა, ანუ ალტრუისტი ხარ, უშვილო წყვილებს ეხმარები. რამდენჯერაც მე ამ ვიდეოს დროს ხმათ სუნთქვა დამჭირდა რომ არ გავგიჟდე. ხო. და ეხლა რა ხდება თვითონ ამ კვერცხუჯრედების დონაციის სისტემაში. ჩვეულებრივი ქალური ციკლის დროს თვეში ერთი კვერცხუჯრედი გამოიყოფა. შეიძლება ორიც, მაგრამ ძირითადად ერთი კვერცხუჯრედი გამოიყოფა და დანარჩენი ფოლიკულები კვდება რა, ანუ ეს რამდენიც იყო. მაგრამ, როდესაც მიდის ქალი გოგო ამ პროცედურაზე, უკეთებენ იმდენ ჰორმონებს, რომ თვეში ერთი კი არა, 10-ობით კვერცხუჯრედი გამოაცალონ ერთ პროცედურაში. ყოფილა შემთხვევები, რომ ზოგს 40 აცლიან, ზოგს 60. წარმოიდგინეთ, რამდენი ჰორმონი უნდა გაუკეთონ და რა უნდა უქნან მის ორგანიზმს, რომ ერთის ნაცვლად 40-ან 60 ამოაცალონ. ეს ამოცლის პროცედურაც საოცარი არის, რაღაცა დიდი გრძელი იმით, რა ქვია, ნემსივით ხელსაწყოთი პირდაპირ ესე უღებენ საშვილოს ნუსყელიდან. ამ პროცესში აბსოლუტურად ყველა არის პროდუქტი. განსაკუთრებით, ანუ და რაც მაგიჟებს ყველაზე მეტად არის, რომ ეს ხალხი რომელიც ამ დონაციას ახორციელებს რა, ანუ გოგოები, რომლებიც ამეთი მოტყუდებიან და დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება, ვინც შემდეგ ამას ინანებს. სამწუხაროდ. იმიტომ რომ ამ დონაცი კვერცხუჯრედს სადმე ხوار ქრება,
ანუ შენ ამ კვერცხუჯრედს აძლევ ხალხს, რომელიც არ იცი რას უზავენ, იმ იმედით, რომ გაჭირებულ, უშვილო წყვილებს დაეხმარები, მაგრამ რეალურად სადმედის ეს შენი კვერცხუჯრედი არავინ იცის, მაგრამ სულ რომ გაჭირებულ წყვილებს ეხმარებოდა, წარმოგიდგენ, რომ შენი გენეტიკური ნაწილი მიდის, ანუ შენი შვილია ის. მართალია შენ თვითონ არ გააკეთე, არ გამოაცხე, მაგრამ შენი შვილია, ანუ რას ქვია, კვერცხუჯრედი გასცერა არის. ანუ შენი შვილი უნდა გასცერა, გააშვილო, ოღონდ განაყოფიერებამდე რომ გააშვილო შვილი, ეგეთი პონტია. და ამას ზოგი ერთხელ კი არა, რამდენჯერმე აკეთებს. ასევე შევხვდი პოსტებს, სადაც იყო ჩამონათვლილი ვარ რამდენი წლის ვარ სუროგატი გამოცდილი. გადატანაზე ვითხოვ $1000. გადატანა ნიშნავს იმას, რომ კვერცხუჯრედი, განაყოფიერებული უკვე კვერცხუჯრედი შეიყვანონ ამ ქალის ორგანიზმში რა. მაგას ეძახიან გადატანას და გადატანაზე ფულია და ყველაზე მაგარი. გულისცემაზე $500 მოგცემთ. კომენტარებში უწერენ ხოლმე, რომ გადატანაზე $1000 აღარავინ არ იძლევა, იმიტომ რომ დაიწყეს გადატანებზე მუშაობს ზოგი და ანუ სიცოცხლეზე აქ ლაპარაკი და ხალხი ლაპარაკობს გადატანაზე. გულისცემაზე $500 ვიძლევით. გადატანაზე 500 და მე გულისცემაზე $500 ვიძლევით. Literally სიცოცხლის მოვაჭრეები არიან ეს ხალხი, ვინც მსგავს რაღაცებს აკეთებენ. ხშირად არის ხოლმე ესეთი არგუმენტი, რომ და იმ მარიამ კუკუნაშვილმაც თქვა იმ ინტერვიუში, რომ ძალიან ბევრი გაჭირვებული ქალიაო საქართველოში და სუროგაციო მათო ეხმარებაო. იგივე არგუმენტია ხოლმე, რაც სუროგაციაზე არის, რომ უჭირს ხალხს დაბა რა გინდა, რა ქნას, იბოზოს. რა ვიცი, მე თუ მკითხავ, ბოზობა უკეთესი ვარიანტია, ვიდრე სუროგაცია. მართლა ვამბობ ამას, იმიტომ რომ ბოზობის შემთხვევაში მხოლოდ შენ სხეულს აზიანებ და შენ სულს. სუროგაციის შემთხვევაში აზიანებ შენ სულს და სხეულს და ამავდროულად ბავშვის, მომავალი ბავშვის სულს და სხეულს. ბევრად უარესი მგონია, ვიდრე პროსტიტუცია. პროსტიტუციას დამაზიანებელია, რა თქმა უნდა, შენი სულისთვის პირველ რიგში და ის საერთოდ რა არის, ანუ სიღარიბე არ არის მოპარვის, ყაჩაღობის, პროსტიტუციის გასამართლებელი საბუთი და იგივენაირად ვერ არის სუროგაციის გასამართლებელი საბუთი. ანუ ეს არ უნდა გქონდეს ოფშენად. ამას და მით უმეტეს ვაიმე ეს კიდე ერთი საოცრება. ქალის მიყვანაში ასევე, ანუ სხვა დაქალის მიყვანაში, მეგობრის მიყვანაში ასევე ფულს იღებენ, რაღაც $1200 თუ რაღაც აგერ იმაში კომენტარებში რო ეწერა, მაგაშიც ფულს იღებენ. ანუ ამ ქალებს, რომელსაც შეიძლება თავის შვილები ყავდეთ, ძირთადად ეგეთები არიან ხოლმე სუროგატები. საქართველოში ძალიან ხშირია, როცა იმის რა ქვია, ძალადობის მსხვერპლი არიან და რაღაცა იმებში ცხოვრობენ, ძალიან უჭირთ მოკლედ რა და ეგეთ გაჭირებულ ქალებზე მიდიან სვავებივით და ეუბნებიან, რომ რა მოხდა, სხვა რა გზაქვს, რას წვალობ, რას მუშაობ, რას წვალობ, აი ხო რა უნდა, ხო? უბრალოდ სახლში იქნები, შვილს მოვლი, არაფერი ისეთი არ გინა ორსული კი და ადრეც ყოფილ ხარ, ეხაც იქნები და ესე თან წყვილს დაეხმარები, უშვილოს, კაი ქალი იქნები და გააკეთე რა. და ამით ამ ლაპარაკებით ითხრევენ გაჭირვებულ ძალიან გამწარებულ ქალებს, რომლებიც ისედაც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, მართლა ძალიან ბევრი. წელებზე ფეხს იდგავენ, მართლა literally ეგრე მუშაობენ და აი მუშაობას და ეხა ერთმა სუროგატმა ზუსტად ამ ვიდეოში ზუსტად ეგ თქვა, რომ მუშაობას თავი გაანება და გახდა სუროგატი, იმიტომ რომ თავისმა ვიღაცა დაქალმა თუ ვიღაცა მურჩია, რომ ეს სუროგაციით სახში დარჩება, ბავშვთან იქნება და თან ახლა აბა რამდენდე უნდა იწვალო ასე. დამპალო ნაძირალა, ვინც ეგრე ატყუებ შენ მეგობარს და ეგეთ რაღაცაში ითრევ, რომელსაც მთელი ცხოვრება ინანებს სამწუხაროდ. შენ ხარ ნაგავი. შენ ხარ დამპალი გველი, რომელიც $1200-ისთვის წირავ მომავალ ბავშვსაც და შენ მეგობარსაც. $1200-ისთვის. ნაძირალა ხარ. მემაპატიეთ. განვრისხდი მემაპატიეთ. ერთი პატარა დეტალიც მაინტერესებს, რატო იყო, რომ როდესაც ეს კანონი შემოდიოდა საქართველოში, ანუ ჩვენმა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რომ დააინიციირა და მისი ინიციატივა იყო, რომ ეს კანონი შესულიყო აუცილებლად 2024-ის 1 იანვარს.
ამ დროს გამოენთნენ ეს ვითომ პრო დასავლელი ვიღაცები, მითების დეტექტორი და ეს რა ქვია, რადიო თავისუფლება და დაიწყეს კამპანია ამ ანტისუროგაციის, კომერციული სუროგაციის კანონის წინააღმდეგ. და დაიწყეს, რომ ის რა ქვია, არა, არ ხდებაო ქართული გენეტიკის გადინება არ ხდებაო, მიხედავს რომ მე გამოვიკვლიე, ძალიან კარგად ხდება, ძალიანაც მშვენივრად ხდება გატანა. ფასები დაახლოებით ესეა, რაღაცა 11,000 ღირს ქართული გენეტიკის ყიდვა დონორისგან. თან შემიძლია რომ მწვანე თვალება მოვითხოვო, არ იქნება პრობლემა. და სუროგატი დაახლოებით 25-დან 27,000-მდეო და ალბათ კიდე რაღაცა ხარჯები არის, რომლის დაფარვაც მოუწევთ მე მოვატყვე, რომ ჩემ დაკალს სჭირდება კანადელს თქო და ჩამოურეკე, ჩამომივწერე ბევრ სააგენტოს თუ აგენტს და ესე მომახსენეს, რომ კი, რა პრობლემაა უკაცო. და აგერ მითების დეტექტორის სუროგაცია საქართველოში გადის თუ არა ქართული გენის სუროგაციის გზით საქართველოდან. კი, გადის. კი, თუმცა ქართული გენის გასვლას ბევრად უარესი არის ჩემი აზრით, როცა ყურადღება არ ექცევა იმას, რომ შეიძლება 1000 ბავშვი ორ მშობელზე გაყიდონ. ანუ რა სიგიჟეა თუ წარმოგიდგენიათ? სულიერებაში და სულიერ სამყაროში ქართული გენის გასვლაზე კი არ არის პრობლემა მარტო. პრობლემა არის ზოგადად მსგავს საზიზღრობაზე, რომელსაც ყურადღება არ ექცევა. და აგერ ნახეთ, 2023 წელს, როცა კანონი დააინიცირეს, მაშინ რადიო თავისუფლების ეს დამპალი გველური ემოციებზე მოთამაშე სტატიის სათაური გთხოვთ, ვშიშობ ვეღარ ვიპოვი სუროგატ დედას, რა შეცვლის კანონის სუროგაციის შესახებ. ნუ იპოვი მერე. ანუ ვის ემოციებზე თამაშობთ პროსტა? ჩემსაზე ალბათ რომ აგერ დამატყვიტოთ ნერვები. უამრავ ქვეყანაში არის აკრძალული კომერციული სუროგაცია, ანუ ბავშვებით და გენეტიკით ვაჭრობა. ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, კანადაშიც და ტაილანდმაც კი აკრძალა ბოლოს სუროგაცია ქალების ექსპლუატაციის მიზეზით. ანუ ქალების გამოყენება და აბიუზი ხდება რა, ანუ და განსაკუთრებით ეხება სუროგაცია გაჭირვებულ ფენას, ანუ ეს არ არის ეს თემა ვიღაცა მდიდრების პრობლემა რა, არც საშუალო კლასის პრობლემა არ არის, ეს არის ყველაზე გაჭირვებული სასოწარკვეთილი ქალების ექსპლუატაციის გზა. და ძალიან მაინტერესებს ის ხალხი, რომელიც გაყვირის ხოლმე არიან ფემინისტებიც რაღაცა კატეგორია, რომელიც გაყვირის რომ მარგარეტ ატვუდის მხევლის წიგნი და მხევლის წიგნის მერე უკვე ეკრანიზაცია ვაიმე არ დაგვემართოს და დედა რასა შიშია, ქალებს ესე გამოიყენებენ, კონსერვატორები იზავენ ამასთან და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც იგივე ხალხი არის ხოლმე მომხრე იმისა, რომ დიზაინერ ბეიბი ყავდეს ვიღაცას, ანუ წინასწარ განსაზღვრული დაბადების დღე როდის ექნება ბავშვს და იქ ელტონ ჯონს და მის ქმარს რო ყავთ შვილები ერთი დედისგან, მაგრამ თავისივე ორივე ტყუპები გააჩენის, ორივე სპერმა არის სხვადასხვა კვერცხუჯრედები გაანაყოფიერეს და ერთმა ქალმა გააჩინა, ანუ ორი კაცის სხვადასხვა სპერმისგან გააჩინა ორი ბავშვი ტყუპები ერთად, რომელსაც სხვადასხვა მამის გენეტიკა აქვს და ერთი დედისა. ეს რაღაცებზე თანახმა არიან რა, ანუ ეს ოკეია. მთავარია რომ მარგარეტ ატვუდის ის წარმოუდგეთ, თორე ის ოკეი არის. ქალების ექსპლუატაცია დღეს მდიდრებისგან ღარიბების ოკეია. მართლა გავგიჟდე, ანუ ერთი წელია მართლა გეუბნებით, ერთი წლის წინ ვცადე ამ თემაზე ჩაწერა, მაგრამ იმდენად ვინერვიულე, რომ მე შენი ყველაფერი რო გიბიძგებს იმისკენ, რომ არ ქნა ეს, იმდენად არ გინდა, იმდენად სტრესული იყო, რომ ანუ არ გინდა რა ამ თემაზე რო ჩაწერო, მაგ მიზეზით ვერ ჩავწერე ვერასდროს და წელს რო გავიგე, რომ ჯერ ეს კვერცხუჯრედების ფერმის ნიუსი რო გავცელდა მთელ სოფლიოში და ჩვენ აქ რო ფეხებზე დავიკიდეთ და არავინ მაგაზე არ ილაპარაკა. მე კიდე რო დავგუგლე და ვნახე, რომ საერთოდ ეს კანონი შესული არ ყოფილა, რომელიც დაინიცირდა 2024-ში, რომ უნდა შესულიყო ჯერ კიდევ. და გადავირიე. სუროგაცია არის არაეთიკური პრაქტიკა, რომელიც წლების მხევლის წიგნი არის. ეხლავე გვაქვს მხევლის წიგნი. ოღონდ კონსერვატორებისგან კი არა, უბრალოდ მდიდრებისგან. ხდება გაჭირვებული ქალების გამოყენება.
ღუმელებად, რომლის შედეგადაც ჩნდებიან ტრამვირებული ბავშვები და ტრამვირებული სუროგატი დედები. რომელსაც ძალიან ხშირად საქართველოში, რასაც პირდაპირ იმასაც არ აძლევენ, ძალიან ხშირად უბრალოდ გველურად ატყუებენ და მერე ეუბნებიან, რომ კონტრაქტში ეწერა, რა გჭირს? რა ჭირს, ანუ clearly, რო წესიერ სამუშაოს ვერ შოულობდა, ხო? ესე იგი განათლების პრობლემაც არის. Clearly, ხო? ანუ შენ ეუბნები ამ ქალს, რომ კონტრაქტები უნდა წაეკითხა კარგად. ჩემ თვალში ეგ უკვე დანაშაულია. ექსპლუატაცია არის და სიბოროტეა. ვინც ამ რაღაცებს ფულის გამოაკეთებს, ვინც ამ რაღაცებზე თვალს ხუჭავს, იმიტომ რომ ეშინია, ან მასზე რა სიტყვიან, ან ეშინია, იმიტომ რომ ფულია ჩარეული, ან თანამდებობა და ასე შემდეგ, ყველა დამნაშავეა. მეც დამნაშავე ვარ, ერთი წლის წინ ვარ ჩავწერე ამ თემაზე. ძალიან ცოტა ხნის წინ მთელი ქვეყანა ტრაულში ვიყავით და ვნანობდით, რომ ეს რა გავაკეთეთ 90-იანებში და არა მხოლოდ 90-იანებში, რა დღეში ვიყავით, რომ ამდენი ბავშვი უკანონოდ იქნა გაყიდული და გაშვილებული და გასხვისებული უცხოეთში და თამუნამის სერიძე ხან რომელი ქვეყნიდან პოულობდა ბავშვებს და მშობლებს, ხან რომელიდან. და ამაზე ძალიან ისე სინანულით საუბრობდით და ის ანუ ашკარად ძალიან ცუდიც გვირევია ჩვენ და უნდა ვაღიაროთ რომ ეს საშინელება გვირევია და არ გვეპატია აუცილებლად მოგვეკითხება ამის ესეთი ბოროტებისთვის ეს თემა არანაკლები არის თუ მეტი არა სიბოროტით რაც ბავშვების ესე გაყიდვა იყო ამიტომ არანაირად უკეთესები არ ვართ ვიდრე იმ დროის ქართველები როცა ბავშვები გაყიდეს და დედებს მოატყუეს რომ შვილები ცოცხლები არ გადაურჩათ სამწუხაროდ. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.